კანონის ძალით დაისაჯოს ორივე წინააღმდეგ შემთხვევაში გამართათ აქციებს, გამართათ ყველა ხელოვნების მიმართათ და მიმართათ სასამართლოს, მიმართავ ახალციხის სასამართლოს და ახალციხის ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც დედა ბებია, გამოიძიონ ობიექტურად, თხოვ ყველას დაგვიდგეს გვერდში წინააღმდეგ შემთხვევაში შობლებს ნუ გავხდით, მკვლელს დაუდგებით ყველა მაინც სამართალს მაინც მივაღწევთ. ამ თუ არის უსამართლობა ამ ქვეყანაში და ასეთი უკანონობა და ფარდობა უნდა მივაღწევთ და ყველა ხონი უნდა მიყაროთ. მე გამოძიებას ექსპერტიზის პასუხს რა თქმა უნდა. კიდევ მოვიხმობ იმას, რომ სამართლიანობით გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯოს დამნაშავეები. ორივე მცხოვრები მიეცეს დაკავების სასჯელს. ინფორმაცია მეც მსმენია, ჩემამდეც მოსულა, რომ არის შესაძლებელი იყოს მფარველობა. ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ ახლა ზუსტად, მაგრამ აგერ ფაქტი ჩანს. შესაძლებელი ქონდა მაგას, რომ ეს მდგომარეობა აერიდებია თავიდან, მაგრამ როგორც ჩანს უყურადღებლოდ მართავდა საჭეს და უყურადღებლო იყო საჭესთან. რომელ მძღოლს გულისხმობთ? ბეჟანი ყულჯანიშვილს. ეს მოვაწყობ აქციებს, შევყრი მთელ მესხეთს, გადავკეტავ გზებს და ვიბრძოლე ბოლომდე არ დავნებდები. ყველა დედას ვთხოვ, რომ დამიდგეს გვერდში, ვიბრძოლოთ საქართველოში სამართალი და სიმართლის გულისათვის. სამხარაულს იმიტომ არ უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზის მეორე კომისიური ექსპერტიზის დასკვნა, რომ აღნიშნულ დაწესებულებას უკვე გაცემული ქონდა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად ეწერა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა განპირობებული გახდა სატვირთო ავტომანქანის მძღოლ ხვიჩა ხარაიშვილის ბრალეულობით. აქედან გამომდინარე, ამიტომაც მოვითხოვეთ, რომ ექსპერტიზა ჩაატაროს სხვა დაუინტერესებელმა საექსპერტო დაწესებულებებმა. ეს წამოვიდა საიდან ეს პოზიცია. ჩვენ დაცვის მხარემ პარალელურად ჩავატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა და ჩვენს მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა, რომ ხვიჩა ხარაიშვილის ბრალეული ქმედება არ იკვეთებოდა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში. ფაქტიურად პირველ ეტაპზე დაიდო ორი ექსპერტიზის დასკვნა, ერთი რომელსაც იძლეოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და მეორე დამოუკიდებელი ექსპერტი, ბატონი რევაზ ველიჯანაშვილი. აი ამ ორი მოცემულობიდან, ორი ურთიერთგამომრიცხავი ექსპერტიზის დასკვნა, მაგიტომაც გაჩნდა გარემოება იმისა, რომ ჩატარებული იყო ახალი ექსპერტიზა და ეს ახალი ექსპერტიზა ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნდა, რომ ჩაეტარებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მიიღებდნენ მონაწილეობას დაუშვათ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ის ექსპერტი, რომელმაც გასცა დასკვნა, ჩვენი ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულების ექსპერტები, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ამას ვერ მივახციეთ. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად არის გართულებული. სერიოზულად მან ორჯერ მიკროინფარქტი გადაიტანა საჯელოსნობის დაწესებულებაში და დღესაც შემსწრეიყავით თავადაც იქ, რომ ბრალდებული ცუდად გახდა სასამართლო მსვლელობის პერიოდში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასასტაბილურებლად საჭირო გახდა სამედიცინო დახმარების გამოწვევა ჯგუფის, რომელიც მოვიდნენ და რა თქმა უნდა აღმოუჩინეს დახმარება. აი თუნდაც ეს გარემოება იმისთვის, რომ შეცვლოდა აფოთვის ღონისძიება პატიმრობა, შედარებით ნაკლებად მკაცრი სახის აფოთის ღონისძიება გირაოთება. აფოთის ღონისძიების მიზნები რა არის? მიზნები ახლავთ ის, რომ არ მიიმალოს, არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ზემოქმედება არ განახორციელოს პროცესის მონაწილეებზე. ახლა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მსგავს ნამდვილად არ ფიქრობს და მე წინა გადასინჯვაზე ესიც კი ვიშოვებოდა სასამართლოს წინაშე, თუ კი აფოთის ღონისძიება შეეცვლებოდა, საერთოდ არ გაჩერდებოდა სამცხე-ჯავახეთში, ანუ ახალციხეში საერთოდ არ გაჩერდებოდა ბრალდებული იქნებოდა თბილისში მის მათესავებთან და სასამართლო არც ერთ სასამართლო პროცესს არ გააცდენდა. მას არავისთვის არაფერი არ აქვს სათხოვნელი. იმიტომ ეს ადამიანი მართალია და უდანაშაულოდ თulis თავს და მის უდანაშაულობას ამყარებს თუნდაც ჩვენს მიერ ჩატარებული ორი ექსპერტიზის დასკვნა. ორი კერძო ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც ცალსახად დგინდება
რომ ავტოსაგზაო შემთხვევა განპირობებული გახდათ მიკროავტობუსის მძღოლის დაუდევარი ქმედების გამო. ეს ჩატარდა წინა სასამართლოს სხდომა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლომ იმსჯელა ბრალდების ხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებების საუბაზე და რა თქმა უნდა ყველა მტკიცებულება იქნა დასაშვება ცნობილი, რადგანაც მათ კანონიერების შეჭვიშეტანის საფუძველი არ არსებობდა, ხოლო დანარჩენი უკვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოხდება მათი გამოკვლევა და რა თქმა უნდა ბრალდების მხარე დაადასტურებს ბრალდების ისტორიას. ანუ დასკვნის კანონიერებაში შეჭვიშეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ეს დაადასტურა სასამართლომ, რადგანაც დასაშვებ მტკიცებულება ცნო, ხოლო დაცვის პოზიცია, რომ მას შინაარს შეიძლება არ ეთანხმება, ან ეთანხმება, ეს ვერ გახდება მსჯელობის საგანი. ეს დაცვა არის და მას უფლება აქვს კონდეს თავისი აზრი. სამართლებრივი შეფასება საკითხის ძალიან დელიკატურია და ძალიან სწორად უნდა შევარჩიოთ ტერმინები. ამიტომ აქ არსად არ წერია, რომ მიკროავტობუსის მძღოლი იყო დამნაშავე. ანუ მე არ მაქვს ესეთი დოკუმენტი, სადაც აგეთი რამე წერია. მათ შორის არ მაქვს დოკუმენტი, სადაც ოჯახი ადანაშაულებს მიკროავტობუსის მძღოლს ასეთი რამე წერია. ამიტომ მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, რა დოკუმენტიც არ გამაჩნია.